დვალიშვილის მორიგი გამარჯვება, დამტრეული და დაბნეული უმარის კომენტარი. რას ამბობენ დანა ვაითი და ისლამ მახაჩევი მერაბზე? სად წაიყვანეს უმარი ბრძოლის შემდეგ და რა თანხა გამოიმუშავა ქართველმა მებრძოლმა? ამ და სხვა ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. თქვენი ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ყველაზე მთავარით. UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი კვლავ მერაბ დვალიშვილია. ქართველმა მანქანამ მათ ვისაც არ სჯეროდა ან ეჭვიეპარებოდა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა რომ ცდებოდნენ. ქართველმა ჩემპიონმა რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამტრია და ქამარი პირველად დაიცვა. ამასთან მერაბმა UFC-ში ახალი რეკორდის დამყარა. მან ლეგენდარული ჟორჟ სამპიერის გდების რეკორდი გაუმჯობესა და ახლა 92 ტეიქდაუნით პირველ ადგილზეა. აზრი არ აქვს რაუნდების განხილვას. თავარია რომ მერაბი შეუჩერებელია. ეს იმითაც ნათელია რომ 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მერაბი კვლავ მზად იყო კიდევ 5 რაუნდისთვის. რასაც ვერ ვიტყვით მეტოქეზე, რომელიც მერაბმა ბრძოლის დროს არაერთხელ დაამცირა. აღსანიშნავია რომ მერაბის UFC-ში ზედიზედ მე-12 გამარჯვება UFC 311-ის საუკეთესო ბრძოლათაც დასახელდა. დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ ოქტაგონიდან რა თქმა უნდა გულშემატკივრებსაც მიმართა. მიყვარხართ ქართველებო, თქვენ იცით რომ ყოველთვის ვარჯიშობ და არასდროს ვჩერდები. მანქანა ვარ, მაგრამ როცა ამ ჩხუბს 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, მაგრამ ვიცოდი რომ UFC-ს ვჭირდებოდი. დღეს თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ორთაბრძოლისთვის მაღალ დონეზე მომზადება საჭირო იყო. მე კი ტრავმირებული ვიყავი. ფეხზე ინფექცია მქონდა და ზურგი მაწუხებდა. უმარი კარგი მებრძოლია და რთული მეტოქეა, მაგრამ ასაკოვანი ადამიანი მიწოდა. დიახ, ასაკში ვარ, მაგრამ თავდაუზოგავად მუშაობ და ყოველდღიურად ვშრომობ. ხალხო, გთხოვთ, თავი არავის დააჩაქვრინოთ. საკუთარი თავი სათანადოდ დააფასეთ. თქვენი თავის ირწმუნეთ და ყველაფერი შესაძლებელია. მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო. აუთსაიდერი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხებზე მკიდია. საკუთარი თავის მჯერა და ეს საკმარისია. ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ. შემიძლია დღეს კარიერა დავამთავრო და ბედნიერი ვიყო. და ბოლოს კიდევ ერთხელ მიყვარხარ საქართველო. ახლა რაც შეეხება მეტოქეს, რომელიც აშკარად დაბნეულია, ამას მისი სიტყვებიც ადასტურებს. უმარი ფიქრობს, რომ მას ეს ბრძოლა არ წაუღია და თან ამბობს, რომ პირველ რაუნდში ხელი მოთხოვდა. ანუ მისი აზრით, ხელმოტეხილმა ეჩხუბა მერაბს 5 რაუნდი და თან მოუგო. ნურმაგომედოვის გუნდმა უმარის ხელის ფოტოც გაასაჯაროვა. მოусმინეთ რუსეთის სახელით მოასპარეზე დამარცხებულ მებრძოლს და შემდეგ დაწერეთ თქვენი აზრი მის კომენტარზე. ეს ჩხუბი არ წამიგია. ჩემი აზრით პირველი 2 რაუნდი მოვიგე. დანარჩენი რაუნდები კი თანაბარი იყო. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი მოვიტეხე და ბრძოლა სხვა გზით წავიდა. მინდა ჩემი ბრძოლის ვიდეო ვნახო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვფიქრობ რომ ეს ბრძოლა არ წამიგია. საჯებს არ ვეთანხმები. რემატჩი მინდა ბრძოლის ყველა რაუნდი კარგად ვნახო. მერაბს არაფრით გაუკვირვები ვარ. ვიცოდი რომ რთული მეტოქე იქნებოდა და რასაც არ ველოდი იყო ის რომ პირველ რაუნდში ხელი მოვიტეხე. სანამ უმარი ამ ბრძოლის ყურებით დატკბება, მანამდე გეტყვით რომ დვალიშვილმა ბევრ საინტერესო დეტალზე ბრძოლის შემდეგაც ისაუბრა, მათ შორის უმარის ამ განცხადებაზე. UFC-მ მხოლოდ 7 დღე მომცა. ამგვარად მე შემიძლია შემდეგი ბრძოლა შემდეგ კვირაში გავმართო. ჩემთვის ბრძოლა პრობლემა არაა. არ მადარდებდა რომ ნურმაგომედოვთან ბრძოლა მელოდა. ჩემი ბრძოლის ჩვენება მსურდა, მაგრამ ამავე დროს მე ყოველდღიურად სპორტ დარბაზში ვარ. ცდილობ გავხდე უკეთესი და უკეთესი. დიდი მადლობა ჩემს გუნდს ნიუ-იორკში, ლას-ვეგასში, ყველა ჩემს პარტნიორს სავარჯიშო პროცესში, რომლებიც დამეხმარნენ. განსაკუთრებით მადლობა ალჯამეინ სტერლინგს. ჭიდაობაში საოცარია, სხვა დონეზეა. აქამდე ვთქვი რომ აქ ჭიდაობისთვის არ ვიყავი. მინდოდა მეტოქესთვის მუშტის სახეში ჩამერტყა. ამისთვის კარგ შესაძლებლობას, კარგ მომენტს ვეცებდი. ბევრს ვაქტიურობდი და არ შემეძლო 10 რაუნდი მეჩხუბა. ცუდია რომ ბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა. უფრო დიდხანს ჩხუბი და გართობა მინდოდა. ის ამბობს რომ ხელი მოიტეხა. გამოიცანით, ვინ მოტეხა ხელი. ახლა კი ნებისმიერს ველოდები, ვისაც ჩემთან ბრძოლა მარტში სურს. ფიქრობ ეს უმარი არ იქნება, რადგან ამ დროს რამადანია. ბრძოლა დივიზიონის საუკეთესო ბიჭებთან მსურს. ეს ჩემთვის ამაღელვებელია, მაგრამ ვფიქრობ დივიზიონში ყველას დავამარცხებ. საქართველო, მადლობა ყველაფრისთვის. ჯიგრები ხართ. ჩვენ კიდევ ერთხელ შევძელით ესა და მადლობა ყველა კარგ ადამიანს, ვინც იცის შრომის ფასი და ვინც არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი. მერაბის და უმარის ამ ბრძოლაზე ისაუბრა UFC-ს პრეზიდენტმა დანა ვაითმაც. გასაოცარია ამ ბიჭის ტემპი და ჩხუბი. მე-5 რაუნდმა ცოტა გამაკვირვა. მერაბი ისე გამოიყურებოდა თითქოს ორთაბრძოლა ახალი დაწყებული ჰქონდა და მეგონა უმარს გადაურიდა, თუმცა სიფრთხილე გამოიჩინა. რაც არ უნდა იყოს, დვალიშვილი საოცრად გამოიყურებოდა და ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა. ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შტაბეჭდილება? თანამთავარი და მთავარი მოვლენის მონაწილეებმა.
მერაბის ტემპმა და იმან რამდენად კარგად გამოიყურებოდა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრს ეგონა რომ უმარი ჭიდაობაში აჯობებდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. სხვათა შორის საერთოდ არ გვიხსენებია რომ დვალიშვილმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი გაუმჯობესა და ყველაზე მეტი ტეიქდაუნი აქვს UFC-ში. მერაბს საოცარი საღამო ჰქონდა. რა მითხრა მერაბმა ჩხუბის შემდეგ, UFC მიყვარს და მადლობა ყველაფრისთვისო. გაგიჟებული იყო. ჩვენ კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. მას გაუკეთებია რაღაცები, რაც არ მომწონებია. ვერ ვიტყვი რომ დვალიშვილი არ მომწონს, მაგრამ რაღაც მომენტები ჰქონდა, თუმცა ეს ტიპიური მოვლენაა. მსგავსი მომენტები ყველასთან მაქვს. ჩვენ უმარის შესახებ არ გვისაუბრია. მე მას უთხარი რომ დიდებული ბრძოლა იყო, რაზეც მადლობა გადამიხადა, მაგრამ ახლა არ ვიცი რა ბედიელის უმარს. ქართულის ბრძოლას გამოეხმაურა UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი, რომელმაც ქამარი ამავე საღამოს დაიცვა. იყო თუ არა რთული უმარის ჩხუბის შემდეგ ემოციების გაკონტროლება. სიმართლე გითხრათ, ძალიან ძნელი იყო. ვხურდებოდი, მაგრამ თან უმარისა და მერაბის დაპირისპირებას უყურებდი. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, მაგრამ უმარი კარგად გამოიყურებოდა. ახალგაზრდა, წარმატებასაა მოწყურებული და დრო საკმარისად აქვს. ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, შეცდომები დაუშვა. მერაბმა კი თავისი სამუშაო ძალიან კარგად შეასრულა. ახლა ორთაბრძოლები იყო და თან უმარმა ხელი მოიტეხა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ დაბრუნდება და ერთ დღეს UFC-ს ჩემპიონი გახდება. როგორ გრძნობდა ხაბიბ ნურმაგომედოვი თავს უმარის წაგების შემდეგ, რა თქმა უნდა დამწუხრებული იყო. როცა უმარის ჩხუბის შემდეგ გასახდელში შემოვიდა, მითხრა რომ ჩემს ორთაბრძოლაზე გამეკეთებინა აქცენტი. ახლა ალბათ უმართან ერთად საავადმყოფოში მიდის. სანამ უმარი საავადმყოფოდან გამოვა, გეტყვით რომ მერაბმა ამ გამარჯვებით $500,000 გამოიმუშავა. ივენთის საუკეთესო ბრძოლისთვის კი დამატებით $50,000-საც მიიღებს. გეტყვით იმასაც რომ მერაბს გამარჯვება არაერთმა UFC-ს მებრძოლმა მიულოცა. მათ შორის რა თქმა უნდა იყო კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია. მისი თქმით, მერაბი გვაძლევს უდიდესი სიამაყის საფუძველს და რაც შეეხება ბრძოლას, ილია ამბობს რომ ეს შედეგი გარდაუვალია, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას უპირისპირდება. მოკლედ გეტყვით იმასაც რომ თოფურიამ ისლამ მახაჩევს პოსტი მიუძღვნა, სადაც ამბობს რომ როდესაც მოუნდება ისლამს მაშინ დაანუკაუტებს და ამას მარტივად გააკეთებს, რასაც ისლამმა უპასუხა რომ ის ქართველს გალიაში ელოდება. შედგება თუ არა ეს ბრძოლა ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით არის ის რომ ახლა ყველა ალექსანდრე თოფურიას ბრძოლას ელოდება, რომელიც 9 თებერვალს UFC 312-ზე შედგება. აქვე გეტყვით იმასაც რომ მერაბის განცხადებით ის ამ ბრძოლის დროს ალექსანდრეს გვერდით იქნება. მოკლედ, კიდევ ერთხელ მიულოცოთ მერაბს და წარმატებები ვუსურვოთ ქართველ მებრძოლებს. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ყილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. Guys, fight of the night მოვიგეთ, ma. John, we got the fight of the night. Now what? და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.